მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ტარის კუთხე ნინომანტიკა ერთი და იგივე არის ჩემი გვერდი. მუშაობა განვაახლე, რა თქმა უნდა. და თქვენს კუთვნილ ამანათებს დაახლოებით ალბათ კვირის ბოლოს გამოვგზავნი. ვინც არ იცის, ეს არის სააღდგომო ბოქსები. ისაც გაქვთ შეკვეთილი. და რა თქმა უნდა, შიგნით არის პარაქის სანთლები, რა თქმა უნდა, აღდგომასთან დაკავშირებული, რომელიც არის შელოცვილი, გარდა ამისა დაამშვენებს თქვენს უფრას, სურნელოვანიც არის. და ასევე სურვილების ყვავილი, ცოტა ის დიდი არის, შარშან პატარებიც მქონდა, რომელიც შემდეგ, როცა დაგჭირდებათ, იგრძნობთ, საჭირო არის, უნდა დაანთოთ, კი არ უნდა უყუროთ, იმიტომ რომ ბევრს შევამჩნიე, რომ ეს ყველაფერი საყურებლად აქვს შეძენილი. რა ვიცი, ესე დალაგებული თუ შველის და გამოყენება არ ჭირდება, სხვა თემა არის. გარდა ამისა, სპეციალურად სახლისთვის დამზადებული სახლის გასაწმენდი სანთლები, ჭხირები, ფინანსებზე, ასევე სამაჯურები ჩემოკარგებო იქნება სრულ ბოქსში სამივე სახის ფინანსების სიყვარული და დაცვა, ასევე ელექსირი შედის, რომ იცოდეთ. კიდევ შედის ვის რა სჭირდება გააჩნია, რა თქმა უნდა. სხვათა შორის მაქვს უნიკალური სამაჯურები, დედავების დამზადებული არის, ოღონდ ეს მეც ვატარებ, რა თქმა უნდა, ერთ წელს, მაგრამ მე იმდენად მრავალფეროვანი ვარ, ახლა ფიქრობ არ გეპარებათ, ესე სისტემატურად ერთი რაღაც მებნიოს ვერ ნახავთ ჩემს ხელზე და ვერც გულზე, ხო? და ზოგადად არც არის რეკომენდირებული, რომ იცოდეთ. ჯატოზე არის პირდაპირ და თან თევზის ფორმა არის და შიგნით არის ერთი ცალი მაქვს წითელი. რა თქმა უნდა, ესენი არის შეზღუდული რაოდენობით და სამოთხის გასაღები ასევე. ასე ეწოდება ამ თილის მასაცი. იმიტომ რომ ადრეც მაქვს ნათქვამი, მე თვითონ სხვათა შორის პარაქისთვის, ასევე წარმატებისთვის ძალიან კარგი თილისმა. ეს უკვე შერჩევით, თუ სამაჯური არ უნდა ადამიანს, მაშინ ჩაუნაცვლებ, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი თილისმები არის და ზოგადად სამაჯურები არ არის რეკომენდირებული 24/7 ზეგებნიოთ ხელზე. გარკვეული დრო არის ზოგჯერ ზოგიერთი თილის მომდენად ძლიერია, 2 საათი უნდა გებნიოთ, რომ იცოდეთ. არის, ამიტომ მე თუ მაქვს ეს მრავალფეროვნება, მაქვს მხოლოდ ამიტომ, რომ ბეჭედი არის, სამაჯური არის, გულსაბნევი არის, რა დროს რა დავებნიო, აკეთებ რეგულაციას. თქვენ ამ შემთხვევაში უბრალოდ ბევრი არეულობა რომ არ გამოიწვიოს, ამიტომ უნდა გააკეთოთ ისე, რომ როცა მოგიხერხდებათ, ან გული აღარ გიზამთ, ან რაღაც არის, ხო, აი გადადებთ და სხვა ჩაანაცვლოთ, უნდა გქონდეთ წესით. კარგით, ნახოთ.
ზოგადად ეს ნახეთ ცალკ-ცალკენ რომ შეიძინოთ ეს ყველაფერი უფრო ძვირიჭდება ვიდრე ბოქსით შეძენილები. ცალკ-ცალკენ არის უფრო მეტი ღირებულება რო იანგარიშოთ ეს რაღაც, ხო? მაგრამ ბოქს როცა იწეს ადამიანი ნამდვილად მოგებული რჩება ზოგადად. კარგით ნახოთ. ისთვის არის შემდეგი გაშლა. ძალიან კარგი ატყობა, რაღაცამ გადაწყვიტა რომ რაღაც უნდა იმოქმედოს თუ გააკეთოს. ყოველ შემთხვევაში მაინტერესებდა პირადი. მარჩიელი მკითხავი სიტყვა არ გამაგონოთ ხალხო რა, მარჩიელი რა მკითხავი. ჯერფესვიანად ვიღებ მთელი ისტორიას და ხანდახან შეიძლება ჩანს ესეთი ფორმით, მაგრამ ნამდვილად ჩემი გაშლები და პირადი კონსულტაციები მარჩიელის ამ კითხავის დონის ნამდვილად არ არის. არა. საშუალო ფენა დაგვიფიქსირდა ამჯერად. ყოველ შემთხვევაში დასაქმებული ნამდვილად არის, ან ხანდახან არის, ხო, ადამიანი. ბუნებრივად შესაძლებელია ქონდეს ლიდერის თვისებები, უბრალოდ არ არის ძალიან განვითარებული, ან არის განვითარების პროცესში, ან არ იცის, რომ უფრო მეტი შეუძლია და რაღაცა ესეთი პიროვნება ყავს, მოკლედ აღსაზრდელი თუ ჩამოსაყალიბებელი. ორივე შეიძლება რომ ვთქვათ, თუმცა ზოგჯერ ადამიანი ისე ბერდება, რომ მაქსიმუმს საკუთარ თავიდან ვერ იღებს. მას რაც მონაცემები აქვს, მას რაც შესაძლებლობები აქვს, მისი მიათედი შეიძლება რაღაც ძალიან მცირედ იქონდეს განვითარებული და რატომღაც გონია, რომ მეტი არ შეუძლია, მეტს ვერ შექმნის, მეტი მისთვის არ არის განკუთვნილი და ასე შემდეგ. და აქ ჩვენ ბუნებრივად ლიდერი პიროვნება გვყავს, აი ამაში არის საქმე, რომ აი რაღაც არის მასში, ხო, აი რაღაცა აქვს რომ იტყვი ადამიანი ამ ადამიანს, რაღაც არის. აი ესეთი, რაც სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგჯერ ეს რაღაც არის საკვანძო სიტყვა იმ მხრივ, რომ ადამიანს ნახეთ ღვთის თუნდაც საინტერესოს, თუნდაც განსხვავებულს, თუნდაც აი რაღაც ორიგინალურს, ხო? კარგით, ნახოთ, ესეთი პიროვნება გყავთ თქვენ ხაზზე, ახლა რამდენად ორიგინალურია, შეიძლება ახალი მსმენელი გყავს, ვინმე დაგვემატა, რაღაც გარდასახვა მოხდა. ან ეხლა აღმოაჩინეთ მისი ორიგინალობა. მოდი ვნახოთ, რას გრძნობს ეს ადამიანი და რა უნდა თქვენთან. დასვენება მინდა, თუმცა ეს არ არის იმის ნიშანი, რომ დაღლილია ძალიან ადამიანი. უბრალოდ რაღაც აი საკუთარ თავს რომ მისცე შეგნებულად დრო, აი გარკვეული დროის შემდეგ მე აუცილებლად შევძლებ. თუმცა აქ შესაძლებლობას პატარა პიჭი-პიჭიზე არ საუბრობს ეს ადამიანი, ეს საუბრობს არც შეგრძნებებზე ამ წუთში არ მესაუბრება. ეს საუბრობს უფრო რაღაც საკუთარ თავის, თუნდაც რაც ვსაუბრობდი, ხო, ლიდერის საკუთარ თავში აღმოჩენას, ხო? წინამძღვრობას. შეიძლება გაძლიერებას. რაღაცა ესეთი მომენტი მოქვს. ერთი ნაბიჯი მოქვს მე ამაზე დარჩენილი, ესე საუბრობს პირდაპირ და აუცილებლად ჩემი დროც დადგება. ხო, ჩემს ქუჩაზეც გამოანათებს მზეო.
მაგრამ მე გრძნობები კითხე გენაცვალე და გრძნობებთან რა კავშირში არის ეს ახლა. დაიწყო ყურების ბხანა. ხო, გრძნობებზე. ხო, გრძნობები მაქვს მონატრება, რა თქმა უნდა და სხვადასხვა სულ ფიქრობ, აქ რაღაც არის თქვენ შორის ტელეპათიური კავშირი. ან უბრალოდ რაღაც მომენტები ისეთი თქვენ რა საკითხზეც ფიქრობთ, ზუსტად იმ საკითხზე ფიქრობს ისიც და ეს თითქოს თქვენს გონიათ რომ ნამდვილად ასე არის და ისიც ზუსტად ასე ფიქრობს, კი, ნამდვილად ასე არის. ხო, მე ახლა მჭირდებაო რაღაცო, რაღაც ახლა გჭირდება ახლა, აბა ეს უნდა გიპასუხე. რა გჭირდება ახლა? შენი გვერდით დგომაო, მე ახლა მჭირდებაო, და არა დავშოთ შენი გაუთვალისწინებელი ქმედებები ან გაუთვალის რაღაც, ნახეთ, თუნდაც ზოგიერთი რაღაც არის ისეთი ხო ხასიათის მხრივ ცოტა ადეკვატური ან რაღაც. მე ახლა მჭირდება შენი გვერდით დგომა. ზუსტად ამ სიტყვებს გეუბნებათ ეს ადამიანი. ვიცი ახლა ბევრი მომწერთ, მაგრამ ვინც არ მომწერთ და გულში შეინახავთ, იცოდეთ რომ ზუსტად ამას გეუბნებათ. ხო, არ აქვს მნიშვნელობა აქ რა კუთხით გულისხმობს ახლა, აქ სექსუალურ ურთიერთობაზე არ არის საუბარი, უფრო მე ვფიქრობ რომ რაღაც მორალური მდგომარეობაზე თითქოს რაღაც, ან შეიძლება მართლა არის რამე ისეთი საკითხი დახმარება სჭირდებოდეს, ხო? ან უბრალოდ თუნდაც მორალურად. ძალიან მენატრები ეს ფიქრი ნამდვილად არის. კარგი, რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ? მზესავი დანათებ, მაგრამ არ მინდა ეს ყველაფერი მივიღო, ნახეთ როგორი რაღაც ჭირს ამას, თითქოს თავს იკავებს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც ექნება რაღაც გაუთვალისწინებელი მოქმედება. კარგი, ერთი მანახე, კონტაქტი აქ ექნება შენ. ფარულ სახლს რატო გთავაზობთ, ანუ ფარულ ურთიერთობას ძალიან, ასე ვთქვათ, ჩაკეტილი არის მის თავში. თითქოს მენატრები მინდა ეს კონტაქტი, ეს ყველაფერი მზესავით ანათებ, ხო ხვდებით, მაგრამ თან ეს ყველაფერი მინდა ან დაფარული არის ეს, არც თქვენ არ იცით, არც ვინმე არ იცის, მე მგონი მის თავსაც არ უმხელს, ხო? რომ ამხელა მონატრება აქვს თქვენს მიმართ. ისე წარმოაჩენს ეს ოჯახშიც თავს, როგორ არის, იცით? თუ დაძმა ან ვინმე ყავს, ან რაღაცა ოჯახშიც ეს დაფარული არის, რომ იცოდეთ. უფრო ცდილობს, რომ რაღაც გადაერთოს სამსახური, ან რაღაც საქმე, ან სხვა რაღაცაზე. თუმცა, რამდენად ახერხებს ამას, იცით მე რა მიგვირს. ხო, არ არის გამორიცხული ფლირტის დონეზე ვიღაცას ან იმაში იყოს. კომუნიკაციაში ხო ესაუბრებოდეს, იმიტომ რომ გადაიტანოს. არ არის გამორიცხული ასეთ დროს ადამიანი დაკარგო უბრალოდ. აი ამას ვერ ხვდებიან სამწუხაროდ, ვინც ესე იქცევა. იმიტომ რომ ფლირტში კი ბატონო და ესე მოდი გადავიტან, ცოტათი გადავიტან, შეიძლება გაერთოს და ძალიან ბევრი დრო გაიწელოს, გადატანით მაინც ვერ გადაიტანოს ყურადღება, ანუ არ შეგიყვარდეს ის ადამიანი. შეიძლება იქ შეყვარებაც მოხდეს, ხო? მაგრამ შეიძლება არც შეგიყვარდეს და შემდეგ უკვე უკან რომ მოიხედავ, თურმე ძალიან დიდი დრო გასულა და აი ნახეთ, მეორე ადამიანმა უკვე გელოდა და მე უკვე იფიქრა, მაინც არ ბრუნდება და ჩემს საქმეს მივხედო, ხო?
შეიძლება ეს ვიღაცა მოახერხოს ერთ თვეში ადაპტაცია და ვიღაცამ შეიძლება ეს მოახერხოს ერთ წელში, ხო? მაგრამ აქ მე როგორც ვატყობ, დრო მიდის. ანუ აქ ერთ თვეზე არ არის საუბარი. მეტესია. ამიტომ მე საკითხი თუ ვინმე ასეთ მდგომარეობაში ხართ ახლა ან ქალბატონიან მამაკაცი, გაითვალისწინეთ, ხო? ეს ნამეტანი ფიქრის რეჟიმი დაძინებაში არ ჩაგივა, არ გადაგივიდეთ, ხო? თუ ადამიანი მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ იშვიათია ახლა, ძალიან იშვიათია, თუმცა ეხლაც ხდება, მე ამას ვერ დავაბრალებ ძველ და ახალ დროს არა, ეხლაც ხდება, მაგრამ იშვიათად მთელი ცხოვრება ადამიანი გახსოვდეს. შეიძლება გახსოვდეს, მაგრამ აღარც დააბრუნო, იმიტომ რომ ეჩვევი ადამიანი უკვე ის გარეშე ცხოვრებას და რაღაცნაირად აღარ არის მისი ადგილი უკვე შენს ცხოვრებაში, ხო? შეიძლება მარტო იყო, მაგრამ მისი ადგილი უბრალოდ არ არის. აი ეს თითქოს წვრილმანი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. ეს თქვენ შეიძლება არ გეხებათ, მაგრამ შეიძლება გეხებათ, რატომღაც მგონია. მე აქ ზუსტად იმ ადამიანს ვისაუბრები, ალბათ, რომელიც ამჟირად ასე იქცევა. რატომღაც ასე მგონია. და ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინოთ, ხო? ვიდრე ადამიანი შემდეგ გეტყვით, რომ შენი ადგილი უკვე აღარ არის ჩემს ცხოვრებაში. ადამიანს უნდა იმოქმედოთ ზოგადად. თქვენც გიჭირთ, გინდათ გადატანა, ნახეთ, რაღაცაზე შეიძლება ყურადღების ისე არ ისმენთ ამ გაშლას. მეორე ადამიანსაც ეს უნდა, ხო? ამ დროს ყველაზე გამოსავალი რა არის აქ? გამოსავალი, რა თქმა უნდა, არის კომუნიკაცია, გულწრფელობა. იცით რა არის? გულწრფელი ყავი და თუ დასაშლელია გულწრფელობით დაიშალოს ურთიერთობა. მე ასე გეტყოდით. იმიტომ რომ მე შეიძლება ზუსტად ეს იყოს, რომ ჩვენ ერთმანეთის მიმართ რაღაც და ხშირად არის მით უმეტეს ძალიან ბევრი ტყუილები არის ურთიერთობაში. კარგით ნახოთ, აბა, რას გრძნობს ეს ადამიანი ასევე. აქ მე რჩევაზე უფრო გავაკეთე აქცენტი, ხო? რას გრძნობს. თქვენზე მესაუბრება უჩემად ეტყობა, კარგად ხარო, გემრიელად ხარ, რაც გინდა ყველაფერი გაქვს, ის გაქვს, ეს გაქვს და მე არ გჭირდებიო. და ახლა ამას უკვე ფსიქოლოგიური პრობლემებიც ქონია, ახლა ცოტა თუ არ მოვსწრეთ ერთ ადგილას. და მეტანი ესე საუბრობს, ხო? ახლა ადამიანი, საძვირფასია შენთვის ადამიანი, ახლა ეს პასუხი ნამდვილად ზედმეტი იყო მისგან. მე წავალ და რა ვიცი, მე დავგრემავ ქვეყანას თუ რაღაცას ვიზამ, ხო? აი თავში რაც დაიწყო ფიქრი და საუბარი, რომ თითქოს შეჩერებულია და ცოტა დრო მჭირდება და მე გავხდები რაღაცა და ვიღაცაო, აი ეს საკითხი მას ძალიან ამშვიდებს და იმდენად როგორ არის, იცით, უკვე თავდაჯერებული არის ამ ყველაფერში, რომ აი ელოდება მაგ დროს, მაგ მომენტს. მე ვიქნები მარტო სიტყვაზე, ეხლა ყურადღების გადატანა სხვა თემა, ხო? ყოველ შემთხვევაში მის ცხოვრებას მარტო აწყობს ეტყობა, ან მარტო რაღაცას იბრძვის. მე მივაღწევ ამ ყველაფერს, ასე ვიზამ, ისე ვიზამ და ჩემთან მეგობრობა კიც მოგინდება თუ ჩემთან ურთიერთობა თუ ჩემთან რაღაცა გენდომება ეს ყველაფერი, ხო? შენ ეს ყველაფერი გაქვს, რაღაცა ესეთი საუბარი დაიწყო, ეს რა ახლა აქედან საბავშვო ბაღი გამიმართა ამან და რა ვქნათ ახლა ჩვენ.
სამწუხაროდ აი ეს არის პრობლემა აქ, როგორც ხედავ მე, რომ ქალბატონი აქ მეტი სერიოზული არის, მეტი სხვა მიდგომები აქვს, იმიტომ რომ ეს ქალბატონი ვინც მე დამფიქსირდა, ეს არის ძალიან მაგარი, მართლა მაგარო. მართლა აქვს ეთყობა და მართლა ან კმაყოფილი არის უბრალოდ, ხო? რაღაცა ისეთი მაცხარი ტიპაჟი და ეს არის, რა ვიცი, ეს არის დავანდროს ბუსკვერცხებს და მერე და შენ გაქვს, ну, რავი, საბავშვო ბაღი გამართა და აი ზუსტად ამაში არის პრობლემა. აი მე ვფიქრობ, რომ ეს მამაკაცი ვერ გეწევათ თქვენ უბრალოდ დაზროვნებაში და ცოტა ძალიან პატარა ადამიანურ თემებში იჭრება, მოდი ასე ვიტყოდი. ხო, ძალიან პატარა ადამიანი, პატარა დაზროვნება აქვს, რა იქნება? ლაუკოთ, ესეთი არის და ახლა კარგი, და რა სიზამე ბოლო. იზამ რამეს, მოდი ეს კითხვა დავუსვათ. რა სიზამს თქვენთან ემართებაში, რა სიზამს? აი, რაღაც იქნები, გაიზრდები, გახდები დიდი კაცი, ესე იგი, მე რამე იქნება? მოგწერთ კი, შეიძლება კომუნიკაციაზე გამოსვლას, მაგრამ იცით რა არის, მე ცოტა ერთ რაღაცას ვიტყოდი, ძალიან ბევრი ილუზიებში ხომ არ არის ეს. როგორ არის, საკუთარ თავს არწმუნებს და უპირველესად ადამიანთან გაიზარდო, მოდი თუნდაც ფსიქოლოგიურად და არა რაღაცა ისე, რავი, ფიზიკურად. რაღაცა გეგმით მოდის თქვენთან და კი ექნება მას კომუნიკაცია, ტრადიცია არ არის, მაგრამ მე რა ხდება აქ, რა პრობლემა არის. საუბარი რაღაცა არჩევანის წინაშე, მაგრამ ისი არ მოიქცე. თავიდან დავიწყოთ. ულტიმატუმებით მოდის, დიდ გულზე მოდის. გითხარით პატარა კაცია მეთქი, ეს არის. ამას გაძრდა არ იქნება. ეს არის პატარა. ნახეთ როგორ არის ადამიანი, რო რაღაც თუნდაც ორკაპიქსი შოვი, თუნდაც რაღაც დაწინაურდების სამსახურში ხარ, გაქვს და ასე შემდეგ. მერე უკვე რომ დიდ გულზე დგება და რაღაც საკუთარ თავს უფლებას აძლევს, რომ ბავშვად, მანამდე ხომ ვერ მოიქცეოდა ასე თქვენს წინაშე. ეხლა რატო იქცევა? იმიტომ რომ რაღაცა ცოტა შეიძლება შეექმნა ან მიაღწია, ხო? რისი იმედიც ჰქონდა. და შემდეგ უკვე საკუთარ თავს მეტის უფლებას აძლევს, ხო? მაგრამ ეს კი არ მოდის იმისეთნაირად, რომ მოდი დავიწყოთ რაღაცა და გამოვასწოროთ და შეიძლება აქამდე ვერ გისწორებდათ თვალს, იმიტომ რომ არ იყო თქვენი ტოლი. და ეხლა თითქოს რაღაცა როგორ არის იცი, თითქოს თქვენი ტოლი. ეს მამაკაცი თქვენი ტოლი ვერასდროს ვერ გახდება. არა. გამორიცხული. აქ მოდის ულტიმატუმებით უკვე და რაღაცა კაცრი ხასიათი თავიდან დავიწყოთ და არა და უნდა ურთიერთობა აქ მეტიც ოჯახიც უნდა უბრალოდ აი როგორ გითხრათ ეს არის ის საკითხი რომელიც ასე ადვილად არ ვითარდება ეს არის ასევე შეიძლება იყოს ბავშვობის ღრმა კვალი ხო ესეთი რაღაცები ემართებათ ადამიანებს რომლებიც ბავშვობაში არიან ძალიან სულ გაჭირებულები სულ და მე უკვე რომ ნახეთ როგორი რაღაც არის იცით რომ იშოვიან დავუშვათ დრო ხომ არ გამექცა სამსახურს რაღაც კარგი შემოსავალი ცოტა რაღაცას აი რომ თავის გამოკვება ასე ვთქვათ შეუძლიათ ასეთი ადამიანები იწყებენ მაგრამ მერე სხვა ადამიანების სიამოვნებით თითქოს აი
უნდათ რომ ვიღაცას დაუმტკიცონ, რამდენად ძლიერია, რამდენად კარგია, ყველას პატივს ჩემს, ყველას ვითომ რაღაცა. და ეს არ არის სწორი საქციელი ამ დროს. ეს არის ბავშვობის ღრმა კვალის ხალხი, მაინც ისე წავლიან და გაგვლიან გვერდს და მას ქნიან, ხო? მას თუ ელოდები, რომ ვიღაცას რაღაცას დამტკიცებ, არა. ეს გასავალი უნდა იყოს როგორი იცით, ამას არ უნდა კონდეს რამე მნიშვნელობა. ამას აკეთებს თქვენთან ეს უბრალოდ. ნახეთ, ეხლა მე ისე და თითქოს მის თავს უკვე რაღაც უფლებები მისცა, მიენიჭა. და ესე რომ ვთქვათ, ასე რომ რაც მე სინამდვილეში ეს არის შიში. ამოჭამში რა დარჩება რომ ნახოთ აქედან გასვლით. ხო, აქ მე ვიტყოდი რომ ამ ურთიერთობას და ამ ადამიანს კონკრეტულად სჭირდება ბევრი რაღაცის სწავლა. იმიტომ რომ მე არ მგონია ამ ადამიანმა თქვენ ბედნიერება მოგიტანოთ. სამწუხაროდ ვერ ვასრულებ, ხო? კი, აქვს გრძნობა, თავიდან დავიწყოთ, მაგრამ ეს იმდენად კიდევ განმეორდები, პატარა ადამიანი არის შინაგანად. აი, როგორც მოიქცა ჩათვალეთ, ამას ეკნება, არ ეკნება მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელობა არ აქვს. იცით რა, შეიძლება ვერც გაიაზროთ მერე იმხელა და მაინც კარგია, ხა ბოლო მითხარი ეს რას ნიშნავს. ძალიან დიდი კამათი არ მოგივიდეთ ამ ადამიანთან. ამიტომ თავი შეიკავეთ. საბოლოო ჯამში შეიძლება აქ უნდა მოხდეს ესეთი რაღაცა, ან უნდა გაიზარდოს და გარდატეხა მოხდეს, გარდაქმნა ადამიანის შეცვლა, უნდა შეცვალოთ, ან საერთოდ შეიძლება ძალიან მძიმედ დასასრული ექნეს ამ ურთიერთობას. თუ მის შეცვლას ვერ შეძლებთ თქვენ, გაზრდას თუ აღზრდას, რა ვიცი, აღზრდას. კი ვიცი კაცო როგორ არის, აღზრდას თუ ვერ შეძლებთ, იცოდეთ რომ აქ ძალიან მძიმე დასასრული ექნება მტკივნეული ამ ურთიერთობას. შეიძლება ძალიან მაგარი ჩხუბი მოგიწიოთ, აი რა. ძალიან ოღონდ. ეს არ არის უბრალოდ წაკამათება და ჩხუბი, ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით, დაუკვირდით, გაანალიზეთ, რა ვიცი, გაარკვიეთ, თუ კი ნამდვილად მოგერგოთ და რაღაც კიდევ ვერ იქნა თქვენთვის დამაკმაყოფილებელი, ხო ეს პასუხები. ანეჭვი რაღაცაში გეპარებათ, გაარკვიეთ, ხო, როგორ იქნება, იმიტომ რომ კიდევ გეუბნებით, თუ ვერ შეცვლით, არ მომეწონა. ეს არის ძალიან მძიმე, ძალიან. აი, თქმაც რომ არ მინდა ისეთი დასასრული, ამიტომ ფრთხილად იყავით, ან არ დაიბრუნოთ, ან არ დაიბრუნოთ. იმედი ეს ინფორმაცია გამოგადგებათ ეს. წარმატებებს გისურვებთ.